მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ეთმები და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა, რომელზედაც დღეს ვისაუბრებთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელია. მსოფლიოში ყოველი მეორე ადამიანი მაინც შეუწუხებია ერთხელ მაინც ამ ტკივილს. ჩვენი დღევანდელი თემაა ზურგისა და წელის ტკივილი. ეს არ არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ ასაკთან ერთად მოდის. ეს არის ძალიან გავრცელებული მოსახლეობის ყველაზე შრომისურანელი ნაწილშიც კი. მაგალითად, მე ვიცნობ 30-35 წლის ადამიანებს, რომლებიც ძალიან იტანჯებიან ტკივილისგან, კერძოდ ხერხემლის გამო. მართალი ხარ და თუ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი სანთელიანთია შენი დაბადების დღის ტორტზე. წელის ტკივილი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აწუხებდეს ადამიანს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ზურგისა და წელის ტკივილს ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ, რადგან იგი ადრეული ასაკიდან ვითარდება სწორედ არასწორი საყოფაცხოვრებო და შრომის პირობების გამო. არა და წელის და ზურგის ტკივილმა თუ კი მას სათანადოდ ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, საერთოდ დაგვაკარგინოს შრომის უნარიანობა და მიგვაჯაჭვოს საწოლს. ჩვენ დღეს გეტყვით თუ რა იწევს ამ ტანჯვალ ტკივილს, გასწავლით თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ზურგისა და წელის ტკივილი და თუ ის უკვე გაწუხებთ თუ როგორ უნდა შეიმსუბუქოთ იგი. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ყველას აწუხებს, მე რა მეც ავიტან რა მოხდა. ეს არის არასწორი მიდგომა, მეგობრებო, ზურგის ტკივილი განაჩენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ აუცილებელია მიზეზების ცოდნა და მასთან ერთად თანაცხოვრების სწავლა. ჩვენ ამაში ნამდვილად დაგეხმარებით. მართალია ეს პრობლემა შეიძლება ყველას ეხებოდეს, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს წარმოადგენს. აი თუ ესეთ გარემოში ხშირად გიწევთ მუშაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ რისკ ჯგუფში, შეგექმნათ ხერხემლისა და წელის პრობლემები. თუმცა არსებობს კიდევ სხვა პროფესიები, მე მათგან ავარჩიეს 3 ასეთი, ესენი არიან მძღოლები, მშენებლები და ასევე გამყიდველები. ნამდვილად მაქვს პრობლემა, არ ხერხემალს გადაწვით არ სჭირდება, ყვავილი ავწიე, მძიმე ყვავილი უხერხულად ავწიე და ამომვლარდა დისკი. მე უშუალოდ გავარ მაშინ. სიცივეზე. გადავიღე კი სურათი მაწუხებდა წელი და მქონდა ოსტეოქონდროზი და ხერხემლის გამრუდება. წელი კი მტკივა, ეხლაც არ მტკივა, შეხული. რა შეიძლება რომ გავუკეთო? 11 წელიწადია დილის 5 საათი და 8 საათამდე ვზივარ რულთან და მეტკინება წელი აბა რა იქნება შეიძლება. ხერხემლის არა უფრო წელის. წელის ტკივილი მაწუხებს ძალიან. რო დავიღლები და როცა უფრო იმაშლება რა ქვია. აი სამუშაოზე რო ვარ აქ. აი როცა შედარებით რაღაც ისეთი სიმძიმე არის და ცოტა მომეტებული, აი მაგალითად ან გაჯის დაცლა არის, ან რაღაც საფეხურების გადატანა, იმ პერიოდში რა თქმა უნდა ეხლა ყველა ადამიანს ეთკინება რაღაც შედარებით უფრო მძიმეს რო აწევს. აი სკელების აქ რა სასწრები რო არის. იგი მაწუხებს. სიმძიმეზე და ცოტა რა სიცივეზე. სხვა არაფერი. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი რისკ ჯგუფი არსებობს, ეს არის დიასახლისები. ესეც ხო პროფესია. ძალიან ბევრი საქმის გაკეთება უწევს ქალს ოჯახში, ეს არის ფეხზე დგომა, უთაობა, რეცხვა. ძალიან ხშირად აღენიშნება წელის ტკივილი. რომ მით უმეტეს თუ ამ ყველა საქმეს არასწორ პოზიციაში აკეთებს, უმოძრაობის გამო ეგ წელის ტკივილები, მაგანაც იცის წელის ტკივილი. მე ამ შემთხვევაში ნამდვილ ჭეშმარიტ დიასახლისებზე მაქვს ლაპარაკი. სხვათა შორის ქირურგებიც რისკ ჯგუფში ვართ, 8-9 საათი საოპერაციოში ფეხზე დგომა, ასევე საკმაოდ ხშირად იწვევს წელის ტკივილს. მე ხშირად გამომიცდია ეს საკუთარ თავზე. თქვენ არ გაწუხებთ ეს პრობლემა? მე მაწუხებს დათო, ძალიან ხშირად მაწუხებს და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემაწუხა და იმედი მაქვს, რომ სათანადო სპეციალისტსაც ვიპოვი და დამეხმარებიან კიდევ ნინო შენ. ძალიან მშველის ცურვა ამაში პროფილაქტიკისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ვდგევარ საოპერაციო მაგიდასთან, შემდგომში მივდივარ აუზზე, ვცურავ და მეტნაკლებად ამითი კომპენსაციას ვაკეთებ. ოღონდ ჯერჯერობით არ აგავს ისე და იმედი მაქვს, რომ არ შეგაშლის და იმედი მაქვს, რომ დიდხანს მიშველის. მე სამწუხაროდ გამოვლილი მაქვს ეს ყველაფერი, წელის ტკივილი, მალთაშუა დისკის თიაქარი და ასე შემდეგ და ოპერაციაც გავიკეთე, ბატონმა გიორგი მაღალაშვილმა გამიკეთა ოპერაცია. იმის მე რამდენიმე წელი გავიდა, მრავალსაათიან ოპერაციებზეც ვდგევარ, ფეხბურთსაც ვთამაშობ და ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ ბატონი გიორგის სწავლების. სწორედ ჩვენაირი ექიმებისთვის, დიასახლისებისთვის, მძღოლებისთვის, მშენებლებისთვის და მჯდომარე პროფესიის მქონე ადამიანებისთვის დღევანდელ გადაცემაში მოისმენ ძალიან საჭირო რჩევებს, თუ როგორ აირიდოთ თავიდან ეს პრობლემები, როგორ აწიოთ სიმძიმე, როგორ დაждეთ საჭესთან. როგორ იდგეთ სწორად, რომ წელისა და ზურგის ტკივილმა არ შეგაწუხოთ. სხვათა შორის მტკივნეული ზურგის პროფესიებში გამოგჩა პიანისტები, რომლებიც 7-8 საათის განმავლობაში ფორტეპიანოსთან სხედან და მეცადინეობენ. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო პირველად წელის ტკივილები ჩვენ სტუმარს. მაშასე დღეს ექიმებთან სტუმრად არის ქალბატონი მარინა ბერიძე. გამარჯობათ ქალბატონო მარინა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზადდით. სანამ დავждები გეტყვით, რომ ძალიან მომწონხართ.
გიყურებთ და არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ ცუდებს მიწახეთ. კაპიტან მარინა, ეს რა ფურცლებით მოხვედით ჩვენთან? ნუ რაღაც აი მომზადებული მოვედი, მე ტყუილად არ დავდიო. კარგით, ამაზე მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ და უფრო საინტერესოდ განვიხილავთ ამას. ეს არის თქვენი დიაგნოზები და გამოკვლევების შედეგები, ხო? უბრალოდ დანიშნულებამდე ცოტა ხანში ექიმის შემოგვიერთება, რომელიც კონკრეტულად ამ თემაზე ვესაუბრება უფრო დეტალურად. მანამდე მოგვიყევით, რითი დაიწყო თქვენი პრობლემა? რას უკავშირებთ? რამდენი ხანია გაწუხებთ? არა, მაწუხებს ძალიან ბევრი ხანია, იმიტომ რომ ალბათ 20 წლის რომ ვიყავი და ძალიან ბევრს რომ უკრავდი, უცებ ამტკივდა საოცრად კისერი. გამაქანეს მოსკოვში. კანავალოვთან და იქ რო შევედი და ვიყავი, მინდა გითხრა 46 კილო. იმის ბევრი არ მოგიმატიათ, მინდა გითხრათ? ხო, ნუ ვცდილობ და იქ შველის მე მგონი ყველაფერს. და იქ მითხრეს რომ აქ საოცარი ოსტეოხონდროზი, უნდა დავანებო დაკვრას თავი. უნდა შემიკერონ კორსეტი. და 20 წლის ასაკში ხდება. 20 წლის ასაკში კორსეტი და ნუ ესე იგი კორსეტი არ შეუკვეთე, რასაკვირველი არაფერს თავი არ დავანები. იმიტომ რომ მოსკოვის სხვას არ შემოგთავაზებდა ახლა. წავედი კლუბში და მთელი ღამე ვიცე. ძალიან კარგი. და მას მერე ასე ცხოვრობ. ამიტომ რუსულ შეთავაზებებზე ჩვენ ვარი უნდა თქვა. არა, ნამდვილად. ანუ რაღაც პრობლემა მაინც იყო როგორც ჩანს, მაგრამ რას უკავშირებთ ამას? თქვენს პროფესიას ეს დაერთო ამ ინტენსიურ მეცადინეობას? რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული პროფესია. სულ იცი რა, რო იღლები, მერე იწყებ რაღაცა გარკვეული პოზის დაჭერას. სპეციფიური პოზიცია. სპეციფიური, სადაც უფრო კომფორტულად ხარ. აქედან გამომდინარე, იქ შეიძლება გაღონვა ხდება, იქ რაღაცა ეს ხრების ტკივილი ხდება, თაბრუს ხვევა. ეხლაც ძალიან, აი თუ ვინერვიულე, თუ დავიღალე, უცბად შეიძლება ამტკივდეს ამ ფეხი, ან მხარი, ან დამეხოს თავბრუ. მაგრამ მე ვარ უზნეო ადამიანი. მე არ ვიცი ექიმებთან სიარული. რაც ყველაზე ცუდია. რატო ჩვენ აგერე 4-1 ამიტომ პირდაპირ გამოსავალი მოვნახე და პირდაპირ აქ მოვედი. თქვენ კაპიტან მარინა, იცით როგორი აგებულება აქვს ხერხემალს და ალეგრო მოდერატორს იქით არ ვიცი არაფერი. ხო და ექიმები რო ტერმინებით ლაპარაკობენ, მე აქედან ვეუბნები და ალეგრო მოდერატორ. თქვენ ალეგრო მოდერატორ ძალიან კარგად იცით და ჩვენ გვასწავლეთ, მოდით ჩვენ ხერხემლის აგებულებას გასწავლეთ. წამომყევით თუ ძალიან არ შეგაწუხებთ წელი ამ წუთას. არა, არც ეგრეა ჩემი ეს არის ხერხემალი, რომლის წყალობითაც ჩვენ ვდგავართ, სხედვართ და საერთოდ მოძრაობთ და ვარსებობთ. ეს არის ის, რასაც ჩვენი მთელი სხეული ეყრდნობა. ხერხემალი შედგება 33-34 მალისაგან, რომლებიც 5 ნაწილად არის გაყოფილი და ზურგის ტვინს იცავენ და სხეულის სტაბილურობას იცავენ. მათ შორის არის 5 ნაწილი, ძირითადი ნაწილი ეს არის კისერი, გულმკერდი, რომელსაც თქვათ კისერს აქვს 7 მალა, გულმკერდის მალა ეს არის 12 მალა, წელი არის ეს არის 5 მალა, გავა არის 5 მალა და კუდუსუნის ზონაში 4 ან 5 მალა. საერთოდ ჯამში 33-34 მალა. აქვე ვხედავთ, რომ ხერხემლიდან გამოდის ნერვები, ეს ყვითელი დაბოლოებები, ხოლო ხერხემლის მალებს შორის არის დააკვირდით აი ესეთი მალთაშორისი დისკები, რომლებიც ხერხემლის მალებს შორის ქმნის გარკვეულ ამორტიზაციას და მას აძლევს უფლებას და საშუალებას რომ თავისუფლად მიხრა-მოხრაში ხერხემალმა იმოძრაოს. ეს არის კაუჩუკის მაგვარი სტრუქტურის ხრტილოვანი მასა, რომელიც ძალიან ელასტიურია და უზრუნველყოფს იმას, რომ მალები ერთმანეთთან უშუალოდ ძვლების კონტაქტის სახით არ დააძლევს და შეაწუხოს. ასაკთან ერთად ცუდება და რაღაცა ცვლილებები არის, გამოიფიტება ხოლმე ეს ზუსტად მალთაშორისი სივრცეების დისკები და ეს იწვევს გარკვეულ ასაკობრივ ცვლილებებს, რასაც ქვია ოსტეოქონდროზი და ასე შემდეგ. არ ინერვიულოთ, თქვენ ეს არ გემუქრებათ, დამიჯერეთ. ეს არის ძირითადი სტრუქტურა ხერხემლის ანატომიისა. კოტე, მოდი მალთაშუა დისკებს გრაფიკაზეც გაჩვენებთ. აი შეხედეთ მონიტორს, ხედავთ ადამიანს, ეს არის მისი ხერხემალი. მაგალითისთვის ავიღოთ მისი წელის მალები. აი ხედავთ, 2 წელის მალა ავიღეთ. მათ შორის არის აი ეს ციფრად, რასაც ხედავთ, ეს არის მალთაშუა დისკი. ეს არის ერთგვარი ამორტიზატორი, რომელიც დღის განმავლობაში ყველა ვერტიკალურ დატვირთვას, რომელსაც ჩვენი ხერხემალი განიცდის, იღებს თავის თავზე. აი ხედავთ, როგორ მოძრაობას აკეთებს. შედგება ბირთვისაგან და გარსისაგან. დისკზე დიდი დატვირთვის გამო იგი ხშირად გადაგვარდება, მაშინ სითხის შემცველობა კლებულობს. ახალგაზრდა ასაკშიც კი ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის ჭარბი, დაწოლა, დაძაბვა და ტრამვა, შეიძლება გამოიწვიოს დისკის გახეთქვა და მისი გარეთ გამოწევა. დისკის გადაგვარება მალებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო დაახლოეს და ზოგჯერ აი ეს გამოწეული დისკი სწორედ აწვება ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვებს. ამ პროცესების გამო ადამიანი წელის არეში და ზოგჯერ
ზოგჯერ ფეხშიც კი გრძნობს ტკივილს, დაბუჟებას ან წელის ირგვლივ ცვლეტის შეგრძნებას. მალთაშუა დისკის პრობლემა ეს არის ხერხემლის ყველაზე გავრცელებული პრობლემა. დისკოპათია ქვია ამ პრობლემას. მას ხშირად დისკოს უწოდებენ, რაც თავისთავად არასწორია. მალთაშუა დისკების და მალების ნებისმიერ გადაგვარებას და დეგენერაციას ქვია ოსტეოქონდროზი. ჩვენ როგორც მივხვდით, ოსტეოქონდროზი ეს არის გამაერთიანებელი სახელი, ვთქვათ, ხერხემლის პრაქტიკულად ყველა პათოლოგიისა, ხოლო ყველაზე გავრცელებული პათოლოგია მათ შორის არის დისკოპათია, ანუ აი ამ დისკების დაზიანება. და აი ამ მულაჟზე ძალიან კარგად ჩანს. აი ეს არის დისკი, რომელიც არის დაუზიანებელი. შემდეგი მალა მოხსნათ, ეს ძალიან კარგი ანატომიური მულაჟია. ამოვიღოთ, ვნახავთ, რომ შიგნით არის ბირთვი და უკვე თითქოს გადანაწილებულია რომელიღაცა მიმართულებით და ქმნის თეორიულ შანსს, რომ მალე უახლოეს მომავალში მოაწვება ნერვს. აი აქ ნახეთ კაბატონო მარინა, აი აქ უკვე გამოსულია და გვერდზე გამომავალ ნერვს აწვება საკმაოდ მძიმედ. ანუ ესეც ჩვენ რომ ესე ნელა ამოვიღოთ და შევხედოთ, აი ესე არის გამოსული უკვე აქედან და აი ეს ბირთვი, რომელიც თიაქრის სახით, როგორც ჩამოყალიბებულია აი ამ მალთაშორის სივრცეში, იწვევს უშუალო ზეწოლას აი ამ ნერვულ წნულზე, ნერვულ დაბოლოებაზე, რომელიც ჩვენი სხეულის მთელ მოტორიკას და სენსიტიურობას განაპირობებს. ეს უკვე მართლა საოცრად ტანჯველ და მოუხსნელ ტკივილს იწვევს. გავიგეთ, რომ დისკოპათია და თიაქარი არის საკმაოდ რთული დაავადება და მათთან ხუმრობა არღის. შეიძლება თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი და არიცით. მოდით, ექიმს შევეკითხოთ ამის შესახებ, რა გართულებები შეიძლება მოყვეს თქვენ წელის ტკივილს და თუ არ მიხედავთ დროულად რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენთან სტუმრად არის კლინიკა ხერხემალის დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ნინო ფალიანი. მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. მინდა გითხრათ, მე ბევრად უკეთესი სპეციალობა მაქვს, სულ 7 ნოტთან მაქვს საქმე. აქ იმდენი რა. 13-14 მალა. სტუმრად ყავს როგორც ხედავთ ქალბატონი მარინა ბერიძე, რომელსაც ხშირად აქვს წელის ტკივილი და რა შეიძლება მიანიშნებდეს მისი ეს ტკივილი. შემოლევა. თუ შეიძლება ესეც გადავცეთ ქალბატონ ნინოს. ქალბატონი მარინა მომზადებული მოვიდა. უამრავი ანალიზი აქვს გაკეთებული და სხვადასხვა რადიოლოგიური კვლევები. წელის მალების რენტგენოგრაფია. დანიშნულება მოუწია თქვენთვის ოდესმე ქალბატონი. არასოდეს. რომ მივედი, გავიკეთე და მითხრეს, რომ საოპერაციო არ ახლა რომ მოვკიდე ამას ხელი და შეგიძლიათ გითხრათ რა დაავადება აქვს ხერხემლის კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ქალბატონ მარინას? ქალბატონ მარინას ეხლა რადიოლოგის დასკვნიდან გამომდინარე არის ოსტეოქონდროზი, გავრცელებული როგორც გულმკერდის არეზე, ასევე წელის არეზე. აქვს პატარა არასტაბილობის ნიშანი წელის არეზე, იმიტომ რომ დაცურებაა დისკის და უმნიშვნელო წანაზარდები თვითონ მალებზე და ბევრი მელოდიები კიდე. მინორი ციკლია. დიახ. ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მარტო ამითი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ რომ მისი კლინიკური მდგომარეობის შეფასებაა მთავარი. ანუ პაციენტი უნდა გაისინჯოს, მისი დიახ, აი ძირითადი ცხოვრების წესის ძალიან ესეთი წამყვან როლს ასრულებს ხოლმე. თქვენ თქვით, რომ ხშირად გიხდებათ ჯდომა, ბავშვობაში გიხდებოდათ ფორტეპიანოსთან ჯდომა, ანუ მუდმივი სტატიკური დატვირთვა და მეცაც გეტყვით, დგომის დროს გაცილებით ნაკლები დატვირთვა ხერხემალზე, ვიდრე ჯდომის. ჯდომისას 4-ჯერ მეტად იტვირთება ხერხემალი რატომ? წოლის დროს როგორ? წოლის დროს განტვირთვა ხდება სრული. ისიც გააჩნია რაზე წევხართ და როგორ მაგას ფორტეპიანოსთან წამოწვევა შეიძლება? არ გამო. რა შეიძლება რამე უნდა ურჩიო ქალბატონს, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წამოწვევა ფორტეპიანოსთან. რატომ არის მეტი დატვირთვა? იმიტომ რომ დგომის დროს კუნთოვანი და სახსროვანი სისტემაა ჩართული და ასე რომ თქვა გადანაწილებულია ეს დატვირთვა და როცა ვზივართ და კუნთები მოდუნებულია, უკვე მთელი დატვირთვა ის სწორედ იმ პულპოზურ ბირთვზე და დისკებზე არა მინდა გიწევს გომა მიჭირს ამ ბოლო დროს. რა გართულებები შეიძლება ელოდეს ის? თუ ეკიპთან არ მივა რა თქმა უნდა. დიახ, როგორც ჩანს, ქალბატონ მარინას არ ქონია მწვავე ტკივილი, რასაც ვეძახით აი წელკავი. არა. ესეთი აი კედლებზე რო გადიან და აი ემართება და როგორც წესი, როცა ერთხელ მაინც ადამიანს ქონდა ესეთი გაკავების, აი მაშინ უკვე შიშობს და მაშინ მიმართავს ხოლმე ექიმს სამწუხაროდ. თუმცა
მე მოგიწოდებდით ყველას, რომ პრევენციის მიზნით მოვიდეთ თქვენთან. აი რა მეთოდები გაქვთ კონკრეტულად და რა თანამედროვე მეთოდებით შეგიძლიათ თქვენ წარმოგვიდგეთ და ჩვენს და საზოგადოებასაც? ჩვენი მეთოდიკა ძირითადად ეყრდნობა ფიზიკურ და ბიოდინამიკურ მეთოდებს. ეს არის ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, მასაჟი, პნევმომასაჟი, მანუალური თერაპია, ვარჯიში და ასე შემდეგ. თუმცა ბლოკადებსაც ვაკეთებთ და მედიკამენტოზურსაც ვიყენებთ რა თქმა უნდა. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცედურები უნდა იყოს. არ არის საქმე მგონი დაკავშირებული დიდ ტკივილებთან და დიდ თვალებასთან. თუ არის ტკივილის შეგრძნება, მხოლოდ აი სასიამოვნომდე ტკივილი ასე ვთქვათ. ალბათ მანამ მივიდეთ, სანამ ძალიან გვეთკინება რაღაცა. ეს ნამდვილად ყველას შემიძლია უთხრა. იმიტომ რომ გამწვავებულზე წასვლა უარესია. ჩვენც უფრო გვიჭირს ხოლმე გაუმკლავდეთ ამ პროცესს და შეიძლება მართლა გახდეს საოპერაციო პაციენტი და ასე შემდეგ. აი ამ გადაცემის ხიბლი არის იმაში, რომ აი ეხა მოусმინეთ გაბატონ მარინა. თქვენ ძალიან გასაგები ენით ხსნით ყველაფერს. მე მაგალითად, როდესაც ვიჯექი შურიშდა ძალიან მინდოდა ხო იცი რაღაცა მომენტი თქვა ლიბიდო მე რაღაცები და მივხვდი და მითხრეს მე რომ ამ ქვეყანაზე არავის არ ესმის ეგ შენი ენა მე დავიწყე აი ამის სწავლა როგორ გავაგებინო რას ვამბობ თქვენ ამას აკეთებთ სრულიად არაჩვეულებრივად ის რაც მე როგორც პაციენტი გეუბნებით პაციენტს პირველ რიგში აფრთხობს ექიმთან როდესაც მიდის აი ეს რაღაცა და ეუბნები სტოპ მომიყევი ახლა რა მჭირს მე ძალიან დიდი მადლობა ემოციებით და ძალიან ამას აკეთებთ აი არ ვიცი არ აქვს მნიშვნელობა დორსოპათია იქნება ჩემი პრობლემა ოსტეოქონდროზი იქნება თუ უბრალოდ წელის ტკივილი ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა ახსნათ გასაგებენაზე და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პრობლემა რომელსაც უნდა მივხედოთ ექიმთან ერთად მოკლედ მე ბევრი წამა მიყვარს მითების დამსხვრევა ქალბატონმა ჩვენს გადაცემაში დღესაც დავამსხვრეთ ერთი მითი პირველი რომ ჩაკ ნორის და ქალბატონ მარინას არასოდეს არაფერი არ აწუხებს აღმოჩნდა რომ ქალბატონ მარინასაც აწუხებს წელი წურმე მაგრამ თქვენ ისე გამოიყურებით რომ მიხარია რომ ესე ფიქრობს ქართული საზოგადოება და მეორე მითი ის რომ წელის ტკივილი არ არის განაჩენი წელის ტკივილი არის ჩვეულებრივ პრობლემა რომელსაც უნდა მიხედვა კურნალობა ექიმთან ერთად ამ გზის გავლა ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინა დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის დაგემშვიდობით ქალბატონ მარინა ქალბატონ ნინოს კი გადაცემის შემდეგ ნაწილში შევხვდებით ის გვასწავლის თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და როგორ შევიმსუბუქოთ წელის ტკივილი დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ექიმები გასწავლით ქცევის წესებს, რომლებიც ზურგის ტკივილს აგარიდებთ და შეგიმსუბუქებთ. ყოველთვის მინდოდა რომ ერთი გადაცემა წამეყვანა დააწოლეუს და აი მომეცა შანსი. გაიგეთ რომელი ტრადიციული მეთოდებია ეფექტური წელის ტკივილთან ბრძოლაში. უფრო ძერს ტირო იყო ქართულად ვაშკაცურად. აი ეს არის ჩვენი ხერხემლის მალების ძალიან დიდი მტერი.